საუკეთესოს შედეგებს. ამ პროექტის მიზანი იყო მე-5-მე-11 კლასების მოსწავლეთა საშუალო შეფასებების მიხედვით შეგვერჩია ადეკვატური რიცხვითი მახასიათებლები და მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები და გამოგვევლინა მათი აკადემიური მიღწევები. ჩვენი ღრმა რწმენით ამგვარი სამუშაო სწორ წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლეებს მათი მიღწევების შესახებ და დაეხმარება მათ შეაფასონ განვლილი სემესტრის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ეფექტურობა და პროდუქტიულობა. დააფიქრებს და საშუალებას მისცემს გაანალიზონ მათ მიერ დაშვებული შეცდომები და დასახონ მათი გამოსწორების გზები. ზოგს კი წაახალისებს და მისცემს გესწორა წარმართო საკუთარი სასწავლო საქმიანობა შემდეგ სემესტრში. წარმოგიდგენთ ნომინაციებს. კლასის საუკეთესო მოსწავლე. კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე. კლასის პროგრესირებადი მოსწავლე. ჩვენი სკოლის საუკეთესო კლასი. ჩვენი საუკეთესო მოსწავლე. ნომინანტები შერჩეულია პირველი სემესტრის განმავლობაში მიღებული ნიშნების მიხედვით და ძირითად მახასიათებლებად ავიღეთ მოსწავლეთა საშუალო შეფასებები და მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვლილი 9-იანებისა და 10-იანების ფარდობითი სიხშირე. ახლა კი მე-5 პირველი კლასი. როგორც ხედავთ, კლასის ბავშვების 40% წარჩინებულია. კლასის საუკეთესო მოსწავლე ანა ნიშნიანი. კლასის პროგრესირებადი მოსწავლე ილია ციკლაური. ასევე კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლე გიორგი ხუნდაძე. და კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე ნატალია ხეროდინაშვილი. წარმოგიდგენთ მე-5-მე-2 კლასს. როგორც ხედავთ, ამ კლასის 49% არის წარჩინებული, ანუ ისინი სწავლობენ 9-ზე, 9 შეფასებაზე და წარმოგიდგენთ ნომინაციებს. კლასის საუკეთესო მოსწავლე ალექსანდრე ქურდიანი. კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლე ნატალია კირეულიშვილი. და ბოლოს კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე არის ლილა მარგოლანი. ახლა კი გამიხსენოთ მე-6 კლასი. მე-6 კლასის 38% წარჩინებულია. კლასის საუკეთესო მოსწავლე. მივერჩუნდება. საუკეთესო მოსწავლე არის ერეკლე დონაძე. კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე არის თათა ვასაძე. ხოლო კლასის პროგრესირებადი მოსწავლე არის ნინო ფურცელაძე. წარმოგიდგენთ მე-7 კლასს. კლასის ყველაზე საუკეთესო მოსწავლე არის ელენე პაპაშვილი. კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლე სანდრო ამირანაშვილი. ნომინაციაში ყველაზე სტაბილური მოსწავლე გაიმარჯვა ელენე ნიშნიანიძე. ახლა კი წარმოგიდგენთ მე-8 კლასის შედეგებს. კლასის საუკეთესო მოსწავლე არის თამაზ ჩხენკელი. კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლე არის ნინო ფურცელაძე. კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე კი ლუკა ნიშნიანიძე. ახლა კი მე-9 კლასის ჯერი დადგა. მე-9 კლასში სიგელი გადაეცემა ნატო ბალავაძეს ნომინაციაში საუკეთესო მოსწავლე გამარჯვებისთვის. მე-9 კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლეა სერგეი აბაშიძე.
კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე გახდა ქრისტინა ღვინეფაძე. ახლა კი წარმოგიდგენთ მე-10 კლასის მონაცემთა ანალიზს. როგორც ხედავთ, კლასის 29% არის წარჩინებული, ანუ სწავლობს ხიანებზე და ათიანებზე. კლასის საუკეთესო მოსწავლე არის ნიკოლოზ ბოკოჩავა. კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლე არის გიორგი ლორთქიფანიძე. ხოლო კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე ლუკა იორდანიშვილი. მე-11 კლასის 50% წარჩინებული, ანუ სწავლობს 9 და 10 ფულაზე. კლასის საუკეთესო მოსწავლე გახდა ზუკა ზაალიშვილი. კლასის ყველაზე პროგრესირებადი მოსწავლე ანა მოსაშვილი. კლასის ყველაზე სტაბილური მოსწავლე გახდა ნინი ხუბურია. გარდა ამისა, გავითვალისწინეთ ცალკეული მოსწავლეების მონდომება, თანმიმდევრულობა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში და გვინდა აღვნიშნოთ მათი მიღწევები. სიგელი გადაიქცევა მონდომება და სიბეჯითეში მარიამ ცუცქიძე შევაშიძეს. დიმიტრი წმუკიძეს. ნუცა გორგასლიძეს. გიორგი ვასაძეს. ქეთევან ზოძელავას. დემეტრე ჯანიასოს. ლუკა ნიშნიანიძეს. ახლა კი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის საუკეთესო მოსწავლეები. ანა ნიშნიანიძე. ლილე მარგველანი. ალექსანდრე ქურდიანი. მარიამ კანდელაძე. ერეკლე დონოძე. თამარ ვასაძე. ელენე ნიშნიანიძე. ელენე პაპაშვილი. თამაშ ჩენკელი. ნატო ბალავაძე. თამარ ზარნაძე. მარიამ გასვიანი. ნინი ხუბურია. და სკოლის საუკეთესო მოსწავლე გახდა ზუკა ზაალიშვილი. და ბოლოს სკოლის საუკეთესო კლასი გახდა მე-11 კლასი. მოგესალმებით ლევან ნინო სკოლის დამფუძნებლებო, ძვირფასო პედაგოგებო, მშობლებო, ძვირფასო ბავშვებო, ჩემო საყვარლებო. მე გილოცავთ წლის დამთავრებას, მშვიდობიანად დამთავრებას. მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა ყველა თქვენთაგანს ამისთვის. მადლობა მინდა მოუხადო პედაგოგებს, რომელთა შრომაც არის ძალიან დიდი და პირადად ყველას და სათითაოდ მინდა მიულოცო წლის დამთავრება. და ყველა ბავშვს ჩვენ სკოლაში. მე პატივი მაქვს გამოვაცხადო სკოლის საუკეთესო კლასი. ეს გახლავთ მე-11 კლასი. არის კიდევ ნომინაციები, რომელსაც ახლა გამოვაცხადებ.
არსებობს ეს ნომინაცია მონდომება და სიბეჭითე. მასში გაიმარჯვა ანა მოსაშვილმა. ნომინაცია ინტერესების ფართო სპექტრი. გაიმარჯვა შიო ირაკლი ვასაკი. ნომინაცია სიღრმისეული კვლევის უნარი და სხარტი აზროვნება. თამარ ზარნაძე. დამაჯერებელი დასკვნების გამოტანის უნარი. ანანო ვინახაძეს. ასევე ნომინაცია ღრმა მეცნიერული წვდომა გაიმარჯვა სკოლის საუკეთესო მოსწავლეს. ნომინაცია ტალანტური, ანალიტიკური და აკადემიურად მოაზროვნე მარიამ გასვიანი. და ბოლოს გადაეცემა ნომინაცია გამომგონებლური და შემოქმედებითი კრეატივი, შრომისა და კვლევის დაუცხრომელი სურვილი გაიმარჯვა ნინი ხუბულია. ძალიან დიდი მადლობა ყველას და განსაკუთრებით მე-11 კლასს ნურავის ნუ დაწყდება გული, რომ ეს არის დათვლილი, ეს არის ის შედეგები, რომლებიც ამ კლასმა აჩვენა. პირიქით მიულოცოთ მათ და ვეცადოთ ჩვენს We'll see you in the next video.